გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ამ დრომდე ირანში იმყოფება, სადაც მასობრივი არეულობაა. მასთან ამ ეტაპზე ოჯახს კავშირი არ აქვს, რადგან ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდულია. Prime Times ესაუბრა გიორგის მეუღლეს. ლინდა კიკოლაშვილმა გვითხრა, რომ გიორგის საქართველოს საელჩოს მეშვეობით ეკონტაქტებიან. რუსთავიორის რეალიტი შოუ ჰაუსი დატოვეს ბიჭებმა ქუთაისიდან. კვირის ბოსი კი ლორენცო გახდა. ცნობილი პრაიმ ჰაუსელი დიმი ლიპარტელიანი დაქორწინდა. მან რჩეულზე საფრანგეთში, პარიზში იქორწინა. UFC-ს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ გაამხილა, რომ გოგონას მამა გახდა. რაც შეეხება გოგონას დედას, როგორც უცხოურ მედიაში წერენ, ის 26 წლისაა და გაყიდვების სფეროში მუშაობდა. შორენა ბეგაშვილის შვილმა ევა ბარბაკაძემ ბანგკოკში შეყვარებულთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. რომანტიკულმა კადრებმა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მასახიები რუსკა ქარქაშაძე მეორე შვილს ელოდება. როგორც სქესის გაგების ცერემონიიდან გაირკვა, ვაჟის შემდეგ ის გოგონას დედა გახდება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების გამო ცნობილი თურქი მსახიობი ჯანი ამანი დააკავეს, კატეგორიულად უარყო თავად მსახიობმა. გგონიათ იმ პერიოდში, როცა პოლიცია ცნობილ ადამიანებს აკავებს, მე ღამის კლუბებში აკრძალული ნივთიერებებით ვივლი, დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში. ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საუკეთესო ფილმი ქლოი ჩჩაოს ჰამნეტი გახდა. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს Prime Time-ის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.